დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ეგრეთ წოდებული ციფრებით და რიცხვებით. რაც ასე ვთქვათ, ძალიან გავრცელებული ეს არის ნებისმიერ ტელევიზიაში თუ ნებისმიერ იმაში, რატომღაც რიცხვების მაგივრად ყოველთვის ციფრებს ამობენ. დიდი ციფრები. მაგრამ მე 9-ზე მეტი ციფრი არ ვიცი ათობით სისტემაში და ხო, ესეც დაახლოებით იგივეა, რაც ანბანი და სიტყვა რომ აურიოთ ერთმანეთში. ციფრები არის სიმბოლოები, რომლითაც შედგება რიცხვები. ისევე როგორც სიტყვები შედგება ასოებისგან. ხო, მაგრამ და ეს სიტყვები შეიძლება იყოს ერთასოიანიც, ისევე როგორც რიცხვიც შეიძლება იყოს ერთციფრიანი. ხო, ციფრები არის მათემატიკის, ასე ვთქვათ, ანბანი და რიცხვები არის მათემატიკის სიტყვები. მათ გასაგებია, მაგრამ მე უფრო ის ნიუანსი მაინტერესებს, რატო უჩნდებათ ადამიანებს სურვილი რიცხვის მაგივრად ციფრი იხმარონ. ანუ რა აიძულებს მათ ასე გავაკეთოთ. ამას მე ასე ავხსნიდი, ხა თლათ უაზრო ეგეთი დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს. იცით რა არის, აი მე როცა ვთქვათ, ჩემთვის სრულიად უცხო ენაზე ვკითხულობ რაღაც წარწერას, ვკითხულობ რა ვუყურებ წარწერას. სიტყვაზე ვამბობ არაბულ ენაზე წარწერას. ის ჩემთვის არის ასოების გროვა, ის სიტყვები არ არის, იმიტომ რომ მე მათ ვერ აღვიყვა. ასე რომ თუ ადამიანი რაღაც ვთქვათ რაღაც სტატისტიკურ ცხრილს უყურებს და მას ვერ იგებს რა არის იქ მოცემული, ხო? მისთვის ეს არის ციფრების გროვა. ანუ ასოების გროვა. და რიცხვებს ვერ აღიქვამს, ხო? იმ რიცხვებს ხომ ერთმანეთთან რაღაც კავშირი აქვს. ამ კავშირს ის თუ ვერ ადგენს, მისთვის ეს ციფრების გროვაა და არა რიცხვების. და მაშინ რატო უნდა თქვა დიდი ციფრები? გროვა ის ამას აღიქვამს როგორც გროვა. შეიძლება თქვა ბევრი ციფრი, მაგრამ დიდი როგორ იქნება? ხო, ეხლა შეიძლება რაღაც კვინტილიონი დაწერო, მაგრამ ადამიანმა ვერ აღიქვას ის და მისთვის ის ერთიანის და ნულიანის გროვებია. ხო, ანუ ესეთი რაღაცა არსებობს, თუმცა როცა ადამიანი აი ციფრებით დავადასტურებ ამას, როცა ამბობ, ეს უკვე არასწორი თქმა არის, იმიტომ რომ რახან შენ რაღაცის დადასტურებას აპირებ, ესე იგი გესმის ამის შინაარსი და მაშინ ის შენთვის ციფრები კი არ არის, არამედ რიცხვებია, ანუ უკვე სიტყვებია და არა ასოები. საინტერესო ის არის, რომ თვითონ რიცხვის სიტყვა ძველთაგან ქართული სიტყვა, ურიცხვი და მრავალრიცხვი და რაღაცა და ხოლო ციფრი შემოსულია ცოტა მოგვიანებით, მე როგორც ვიცი. ამიტომ მაინც რატომღაც ციფრით ჩანაცვლების ტენდენცია მეტყველებაში ცოტა უცნაურად გამოიყურება. ხო, მაგრამ შეიძლება ყოველთვის მცდარი არ იყოს ასეთი შეხედულება, ასეთი გამონათქვამები. მაგ ვარიანტში შეიძლება ახსნა რაც თქვი, კი. თუმცა, როდესაც უკვე თუ იმაში ერკვევი, რასაც კითხულობ, ციფრების თქმა უკვე არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია. ხო, უკვე შეცდომაა, კი.